გრენლანდია ჩვენია, ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. ასე გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუდე ეგედე დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებით. ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაშიც. ისინი ამბობენ, რომ ტრამპის ეს იდეა აბსურდულია. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რასაც ის სულ იმეორებს. ეს სრული სიგიჟეა, ვერ გამიგია რაზე ფიქრობს. გრენლანდია არ იყიდება, ისევე როგორც სხვა კუნძულები მსოფლიოს გარშემო. მიმაჩნია, რომ ტრამპს ამის უფლება არ უნდა მიეცეს. არც იმ შემთხვევაში თუ ფიქრობს, რომ ამერიკას ასე რუსეთისგან დაიცავს. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პანამის ხელისუფლების მიერ ამერიკული გემებისთვის პანამის არხის სარგებლობის გადასახადი საკმაოდ მაღალი და უსამართლოა. და თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდა, ოფიციალური ვაშინგტონი პანამის არხის მართვის სადავეების დაბრუნებას მოითხოვს. ბოლო დროს დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში კანადის 51 შტატად გაერთიანებაზეც ისაუბრა.